მოგესალმებით. დღევანდელ ვიდეოში მინდა შევაჯამო იანვარში და თებერვალში წაკითხული წიგნები. რამდენიმე მათგანი უკვე იცით ჩემი წინა ვიდეოებიდან, ამიტომ მათ მიმოხილვას ძალიან მოკლედ გავაკეთებ და რა თქმა უნდა გაგაცნობთ იმ წიგნებს, რომლებზეც არ მისაუბრია აქამდე და გაგიზიარებთ ჩემს შთაბეჭდილებას და შეფასებებს. ძალიან კარგად დაიწყო ჩემი აზრით ეს წელი. იანვარშიც და თებერვალშიც ისეთი წიგნები წავიკითხე, რომლებსაც 5 ვარსკვლავი დაუწერე და დიდი იმედი მაქვს, რომ ასე გაგრძელდება და არც ერთი თვე არ ჩამივარდება. ახლა კი მოდი დავიწყოთ. იანვარში წავიკითხე 3 წიგნი. ეს წელი დავიწყე ჯენევა როუზის წიგნით The Perfect Marriage. ჩემს შორთებში შეგიძლიათ ნახოთ ამ წიგნის მოკლე მიმოხილვა. ქმარი არის ეჭვმიტანილი საყვარლის მკვლელობაში და სასამართლოში მას იცავს ცოლი. ალბათ დამეთანხმებით, რომ ძალიან საინტერესო სიუჟეტია და მაინტერესებდა რანაირად ალაგდა ეგრე რომ ცოლი იცავს ქმარს, რომელმაც საყვარელი მოკლა. ძალიან ბევრი რამე გაირკვა, რა თქმა უნდა, კითხვის დროს, ბევრი ისეთი დეტალი დაემატა, რომ მართლა ვერ მივხვდი რა საჭირო იყო და ბოლოს ისე დასრულდა, რომ გულწრფელად ვთვლი, რომ არანაირ ლოგიკაში არ ჩდებოდა ეგეთი დასასრული. ამიტომ არც ისე კარგად დავიწყე მოკლედ ეს წელი, მაგრამ ნუ რას ვიზამთ. და ამ წიგნს დავუწერე 2 ვარსკვლავი. ნამდვილად საინტერესო ჩანდა, მაგრამ არ გაამართლა. მეორე წიგნი, რომელიც იანვარში წავიკითხე, არის რონდა ბაირნის Countdown to Riches. ეს წიგნი უკვე ბევრჯერ ვახსენე, ამიტომ ძალიან მოკლედ ვიტყვი. ეს არის წიგნი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიზიდოთ ფული თქვენს ცხოვრებაში და გაქვთ მოცემული 21-დღიანი ძალიან საინტერესო პრაქტიკა. მე ამ წიგნს დავუწერე 3.5 ვარსკვლავი და გულწრფელად გირჩევთ, თუ არ გაქვთ წაკითხული, წაიკითხოთ. უფრო მაღალ ქულასაც დავუწერდი, უბრალოდ რაღაც პრაქტიკები უკვე ვიცოდი და რადგანაც სიახლე არ იყო, ამიტომ დავუწერე 3.5. და მესამე წიგნი, რომელმაც იანვარი გადაარჩინა, არის ჭაბუა ამირეჯიბის დათა თუთაშხია. ამასაც ძალიან მოკლედ მიმოვიხილავ. გსურთ რომ წაიკითხოთ ისეთი წიგნი, რომელიც დაგაფიქრებთ ადამიანობაზე, სამართლიანობაზე და თუ გსურთ რომ გაეცნოთ ისეთ ისტორიას, რომელიც უბრალოდ არასდროს არ დაგავიწყდებათ, აუცილებლად წაიკითხეთ დათა თუთაშხია. წინ გელოდებათ მართლაც უზომოდ საინტერესო სიუჟეტი და დაუვიწყარი პერსონაჟები. ეს იყო საუკეთესო წიგნი იანვრის თვეში. რა თქმა უნდა, ამ წიგნს დავუწერე 5-დან 5 ვარსკვლავი. მართლა საოცრება იყო და გულწრფელად გირჩევთ. თებერვალში წავიკითხე 4 წიგნი. ეს თვე დავიწყე წიგნით, რომელიც მე და ჩემმა მეგობრებმა ავარჩიეთ წიგნის კლუბისთვის და ეს იყო ჰარუკი მურაკამის უფერული ცუკურუ ტაძაკი და მისი პილიგრიმობის წლები. ეს წიგნი აუცილებლად დაგაფიქრებთ მეგობრობაზე და იმაზე, თუ რამხელა გავლენა შეიძლება თქვენმა ქცევამ მოახდინოს სხვის ცხოვრებაზე. გარდა ამისა, დაგანახებთ იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იბრძოლოთ საკუთარი თავისთვის და როდესაც საჭიროა თქვენი სათქმელის თქვათ, გამოხატოთ თქვენი გრძნობები და დასვათ ის კითხვები, რომლებზე პასუხიც აუცილებლად გჭირდებათ. ძალიან კარგი წიგნი იყო, ძალიან ემოციური და ამ წიგნს დავუწერე 4 ვარსკვლავი. ახლა კი გადავდივარ იმ წიგნებზე, რომლებიც აქამდე არ მიხსენებია და მინდა რომ უფრო დეტალურად განვიხილო თითოეული მათგანი. მეორე წიგნი, რომელიც თებერვალში წავიკითხე, არის ხალით ჰოსეინის 1000 მოელვარე მზე. ხალით ჰოსეინი არის წარმოშობით ავღანელი მწერალი და ექიმი. იგი დაიბადა ქაბულში, თუმცა მოზარდობისას მისი ოჯახი გადავიდა ამერიკაში. ის მსოფლიომ გაიცნო მისი სადებიუტო რომანით ფრანით მორბენალი, თუმცა ძალიან ბევრი ადამიანი თვლის, რომ 1000 მოელვარე მზე მისი ყველაზე ძლიერი და ემოციური ნამუშევარია. ეს წიგნი მოგვითხრობს ამბავს 2 ქალზე, რომელთაც აქვთ სხვადასხვა წარსული, მაგრამ გარკვეული ტრაგიკული მოვლენების შემდეგ მათი ბედისწერა იკვეთება. სიუჟეტი ვითარდება ავღანეთის ომების და პოლიტიკური ქაოსის ფონზე. ძალიან მძიმე წიგნია, შემზარავი შეიძლება ითქვას და ყველაზე რთულად მისაღები ის არის, რომ რაც აი ამ 2 ქალმა გადაიტანა ამ წიგნში, არის რეალობა და მართლა ეგრე ხდება. 2003 წელს ჰოსეინი ჩავიდა ქაბულში და იქ ესაუბრა ავღანელ ქალებს. და სწორედ მათი რეალური ისტორიები, შიში და ტკივილი გადაიტანა მან ამ 2 პერსონაჟში. რაღაც პაუზები მჭირდებოდა ხოლმე გარკვეული თავების შემდეგ, იმდენად შემზარავი წასაკითხი იყო ზოგიერთი მათგანი და იმდენად ემოციური. ძალიან საინტერესო ყავს წარმოჩენილი ქალები ამ წიგნში ხალით ჰოსეინს და აღფრთოვანებული ვიყავი იმით, რომ აი ამ ხელა უსამართლობის ფონზე, რასაც ისინი ყოველდღიურად გადიოდნენ, მაინც პოულობდნენ საკუთარ თავში ძალას, რომ ბოლომდე ებრძოლათ. ახლა მინდა რომ წაგიკითხოთ პატარა მონაკვეთი ამ წიგნიდან. ეს არის წესები, რომლებიც თალიბანმა შემოიტანა ავღანეთში ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ და რომლებიც სამწუხაროდ არის რეალური. ქალების საყურადღებოდ
დარჩით სახლებში. ქალებისთვის შეუფერებელია უმიზნოდ ქუჩებში ხეტიალი. თუ კი გარეთ გახვალთ, თან აუცილებლად უნდა გახლავდეთ მამრობითი სქესის ნათესავი. თუ კი ქუჩაში მარტო მყოფს დაგიჭერენ, გამათრახების შემდეგ შინ გაგისტუმრებენ. დაუშვებელია სახის გამოჩენა. გარეთ გასვლისას უნდა ჩაიცვათ ბურკა. ვინც ამ წესს არ დაემორჩილება, რამდენჯერმე გამათრახდება. იკრძალება კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება, იკრძალება სამკაულის ხმარება, გამომწვევი სამოსის ტარება, საკუთარი ინიციატივით ვინმესთან საუბარი, იკრძალება მამაკაცისთვის თვალებში შეხედვა, იკრძალება საჯაროდ სიცილი, კანონის დარღვევის შემთხვევაში გამათრახდებით, იკრძალება ფრჩხილების შეღებვა, კანონის დარღვევის შემთხვევაში თითს დაკარგავთ. იკრძალება გოგონების სკოლაში სიარული. ქალთა სკოლები დაუყოვნებლივ დაიხურება. იკრძალება ქალების მუშაობა. მრუშობა ისჯება ჩაქოლვით. მოისმინეთ ყურადღებით და დაემორჩილეთ კანონებს. ჩემთვის ძალიან მძიმეა იმის გააზრება, რომ მე რაღაცა ესე თავისუფლად ვარ და ვიღაც აი ამ კანონებით ცხოვრობს. და რაღაცნაირად მეუცნაურება, რომ რეალურად არსებობს ეს ყველაფერი ჩემს დროში, ჩემ გვერდით. სრულიად მოცული ვიყავი ამ წიგნით და რაღაც პერიოდი დამჭირდა გულწრფელად, რომ ამ ემოციებიდან გამოვსულიყავი. რა თქმა უნდა, ეს იყო 5 ვარსკვლავი, უდაოდ და გირჩევთ წაიკითხოთ, თუმცა აქვე ვიტყვი, რომ აუცილებლად ნახეთ წინასწარ გაფრთხილებები, თუ ზუსტად რაზეა, რომელ სენსიტიურ საკითხებს ეხება, რომ ემოციურად მზად იყოთ. თებერვალში წაკითხული მესამე წიგნი არის სერენა ვალენტინოს Fairest of All. სერენა ვალენტინო არის ამერიკელი მწერალი, რომელიც ცნობილია თავისი ბნელი და გოთიკური სტილით. მან სახელი გაითქვა დისნეის ბოროტმოქმედების სერიით, სადაც ამ კლასიკურ ზღაპრებს სრულიად სხვა კუთხით გვაჩვენებს. სწორედ ამ სერიის პირველი წიგნია Fairest of All, რომელიც შეეხება ფიფქიას დედინაცვალს. ზოგადად ძალიან მიყვარს დისნეის მულტფილმები და განსაკუთრებით აი ეს ძველი მულტფილმები, რომლებსაც ბავშვობაში ვუყურებდი ხოლმე. ასეთი სერიალია Once Upon a Time, შეიძლება გქონდეთ ნანახი. ძალიან საინტერესო სერიალი იყო, განსაკუთრებით დასაწყისში, რადგან იყვნენ ჩვენთვის ნაცნობი ზღაპრის გმირები, მაგრამ მათი ისტორიები იყო ძალიან საინტერესოდ შეცვლილი. და რა თქმა უნდა, ამ სერიალმა ძალიან დამაინტერესა და ვიფიქრე, რომ რაღაც მსგავსი შეიძლებოდა ყოფილიყო, როგორც სერიალი. გარდა ზღაპრების თემატიკისა, რამაც ძალიან მიმიზიდა ამ სერიაში, არის წიგნის ყდები. ვინც ეს მოიფიქრა, მიყვარს. რომ მიხვდეთ, რაზეც ვსაუბრობ, მოდი ვნახოთ ვიდეო. დასაწყისში ავტორი გვიყვება იმას, თუ ზოგადად რა ცხოვრება გაიარა ფიფქიას დედინაცვალმა, მანამ სანამ გახდებოდა დედოფალი და სანამ შეხვდებოდა ფიფქიას მამას, ასევე ძალიან საინტერესო კავშირი აქვს მას სარკესთან და ძალიან საინტერესო დახსნა რეალურად თუ რატომ არის ასე დამოკიდებული დედოფალი ამ ჯადოსნურ სარკეზე და მაქსიმალურად ცდილობს ავტორი გვანახოს თუ რა მოვლენებმა განაპირობა ის, რომ დედინაცვალი გახდა ბოროტი და რა მობიძგა მას საშინელი ქმედებებისკენ. პირველი ნახევარი მართლა ძალიან საინტერესო იყო, ძალიან მომეწონა, მაგრამ სამწუხაროდ ასე კარგად არ გაგრძელდა ეს ამბავი. რაღაც პერიოდის შემდეგ ისევ იგივე საკითხების წრეზე დავდიოდით, ასე ვთქვათ, რაც უკვე გასაგები იყო და მივხვდი რა რატომ ხდებოდა. ამიტომაც მიუხედავად იმისა, რომ წიგნი არ იყო დიდი, მაინც ძალიან გამეწელა კითხვის პროცესი და დასასრული იყო ზუსტად იგივე როგორც მულტფილმში და მესმის რომ სიუჟეტურად ამას მიყვებოდა, მაგრამ არაფერი არ იყო აბსოლუტურად განსხვავებული, მეგონა რომ მულტფილმის ბოლო ნაწილს ვუყურებდი. ამიტომ დავრჩი ძალიან იმედგაცრუებული და ისიც არ ვიცი გავაგრძელებ თუ არა ამ სერიას. ამ წიგნს დავუწერე 2 ვარსკვლავი. მაგრამ არის ერთი საკითხი, რაც ძალიან მაწუხებს. როგორც ვიცი, ამ სერიაში არის ერთი წიგნი პიტერ პენზე და კაპიტან კაუჭაზე, რომელსაც ყველა გიშტება. და ძალიან კარგი შეფასებები აქვს ამ წიგნს და ძალიან მაინტერესებს. ამ სერიაში არის 12 წიგნი და კაპიტან კაუჭაზე არის მე-9. მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ბოროტმოქმედზეა ეს წიგნები, ავტორს ყავს დამატებული პერსონაჟები, 3 და, რომელიც გარკვეულწილად წარმართავს წიგნის სიუჟეტს. შესაბამისად, არ მინდა რომ ესე პირველი წიგნის მერე პირდაპირ მე-9-ზე გადავიდე, იმიტომ რომ რაღაც მაინც შეიძლება იყოს გაუგებარი. არ ვიცი, შეიძლება მივუბრუნდე, მაგრამ ჯერჯერობით თითქოს ამის განწყობა არ მაქვს. ნახოთ.
და ბოლო წიგნი, რომელიც ამ თვეში წავიკითხე, არის ჯეიმინ ივის Spellcaster. ჯეიმინ ივი არის ავსტრალიელი ავტორი, რომელიც უმეტესად წერს რომანტაზის ჟანრში. მისი წიგნები იმით არის ცნობილი, რომ არის ძალიან ჩამთრევი და ძალიან მარტივად და კარგად იკითხება. რასაც სრულიად ვეთანხმები. აქ სიუჟეტი მიუყვება გოგონას, რომელიც ირიცხება მაგიურ აკადემიაში. მისი ოჯახის თითოეულ წევრს აქვს რაღაც განსაკუთრებული მაგია, თუმცა ამ გოგონამ არ იცის რეალურად რისი ძალა აქვს და ცდილობს, რომ აკადემიაში განავითაროს თავისი უნარები. აკადემიაში ის გაიჩენს ძალიან კარგ მეგობრებს და ასევე გამოჩნდება ერთი ბიჭი, რომელიც გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე არის მისი მტერი. მოკლედ ამ წიგნში ძალიან ბევრი საინტერესო რამ ხდება, გარდა ამ ურთიერთობებისა და მაგიისა, არის თავდასხმებიც, არის ძალიან ბევრი საიდუმლოებებით, მონსტრებით და ნამდვილად არ მოიწყენთ. ძალიან გავერთე ამ წიგნის კითხვისას და მართლა იმდენად ჩამთრევი იყო, რომ მიჭირდა ხოლმე წიგნის გადადება და ერთსული მქონდა გამეგო რა მოხდებოდა შემდეგ. რაც ნაკლებად მომეწონა არის ის, რომ თითქოს ეს პერსონაჟები იყვნენ ცოტა ზედაპირულები და რაღაც აი სიღრმე დამაკლდა, ასე ვთქვათ, რომ უფრო უკეთ გამეცნო თითოეული მათგანი. და გარდა ამისა ძალიან ბევრი საიდუმლო იყო, რის ახსნასაც ბოლოსკენ ველოდებოდი და სამწუხაროდ არ აიხსნა. რეალურად ეს არის სერია და ეს იყო პირველი ნაწილი. და მესმის რომ ეგრევე ყველაფერს არ აგვიხსნიდნენ პირველივე ნაწილში, მაგრამ სამწუხაროდ მაინც უკმაყოფილო დავრჩი დასასრულით. ანუ იმაზე მეტი კითხვის ნიშანი გადაიტანეს მეორე ნაწილისთვის, ვიდრე საჭირო იყო. მეორე ნაწილი წესით წელს უნდა გამოვიდეს და აუცილებლად წავიკითხავ, რადგან მართლა მაინტერესებს როგორ გაგრძელდება ეს ისტორია. ამ წიგნს დაუწერე 3.5 ვარსკვლავი. სიმართლე რომ გითხრათ, რომანტაზის ჟანრში რაც წავიკითხე, ბევრი წიგნი ნამდვილად არ წამიკითხავს, მაგრამ მაინც მაქვს ესეთი პრობლემა. არც ერთი მათგანი არ იყო დიდად შთამბეჭდავი ჩემთვის. ანუ იმ მომენტში ვერთობი, კარგი წასაკითხია გულწრფელად, მაგრამ აი ის რომ შეპყრობილი ვიყო აი ამ სამყაროთი და ამ პერსონაჟებით და რაღაც დიდი გავლენა მოახდინოს ჩემზე, ჯერჯერობით მსგავს ემოციებს ვერ წავაწყდი. ბევრი მაქვს ჯერ კიდევ წასაკითხი და ეს ერთიანად დასკვნას ჯერ არ გამოვიტან, მაგრამ ძალიან მინდა მართლა რომ რაღაც ესეთი აი ძალიან კარგი წავიკითხო ამ ჟანრში და თუ რომელიმე წიგნს გაუწევთ რეკომენდაციას ძალიან გამახარებთ. ესეც ასე შევაჯამეთ ჩემი იანვარში და თებერვალში წაკითხული წიგნები. იანვარში საუკეთესო წიგნი იყო დათა თუთაშხია, ხოლო თებერვალში 1000 მოელვარე მზე. კომენტარებში გთხოვთ რომ გამიზიაროთ თქვენ რომელი წიგნები წაიკითხეთ ამ თვეებში და რომელი მათგანი მოგეწონათ ყველაზე მეტად. აქვე მინდა დავამატო რომ მარტის თვე ძალიან საინტერესო გამოვიდა და ამას უკვე მომდევნო ვიდეოებში იხილავთ. თუ ეს ვიდეო მოგეწონათ ძალიან გთხოვთ რომ დაალაიქოთ და ასევე არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა. თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის არის უმნიშვნელოვანესი. ახლა კი დაგემშვიდობებით და ბედნიერ კვირას გისურვებთ. დროებით. Bye.